გადმოვარდები და მოკვდე. მიწაზე ფეხი დავდგით 3 საათიანი ცის შემდეგ. დედას თვითონ მდინარეს გავაყოლებ. გამარჯობა, მე ვარ ნანა. დღეს კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშქრობის დღეა. მე და ჩემო მეგობრებმა გადავწყვეტთ, რომ კვირაობით, არა მხოლოდ კვირაობით, ჯერჯერობით კვირაობით, ვილაშქროთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს დღე დავუთმოთ ბუნებას, განჭვრითვას და ძალიან ლამაზი ადგილების ნახვას. მე გადავწყვიტე, რომ ჩემთან ერთად იაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ადგილებს ვნახულობთ. და თან გაწვდით იდეებს, სად შეიძლება რომ განვიტკბირთოთ ერთი დღით. თუ გიყვართ ბუნება, ლაშქრობა, გართობა, ჩვენ ვართ თქვენი ადამიანები. ჩვენი სამეგობრო არ მოგაწყენთ. წავედით ახლა. მოკეთ, ჩვენ ახლა მივდივართ, როგორც მარიამმა გითხრა, რა ქვია, ხუტის ციხეზე მივდივართ. და ჩვენც პირველად მივდივართ ამ ადგილას. გაგიზარდეთ თავისუფლად ჩვენს შთაბეჭდილებებს ლაშქრობაში გვეხმარება ბარჯამის ენერგი. ანუ ესეთი ნატურალური და ჯანსაღი ენერგეტიკული არ არსებობს. ეს არ არის სპეციალური რეკლამა, მაგრამ უბრალოდ კი, მართლა იმდენად გვიყვარს, რომ გთხოვ ბარჯამის ენერგი, დაგვასპონსორე. ვერ შითხა ისე. არ გადაერთეთ. ახლა ჩვენ გავჩერდით ასურეთში 2 წამიანი გადახვევი გვაქვს-დან, იმიტომ რომ ნახოთ აი ეს გერმანული ეკლესია. რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, მინდა გითხრათ. ვაუ! სათქონია მოხთავი? ხურდბოია. რამე ხედი გვაქვს? ხედი გერმანულ სახლში. ეს არის გერმანული სახლი. რა ქვია სოფელს? გერმანულ თქვა. ქართულად. ასურეთში ელიზაბეთ საჯი. Hallo. Du hast. ეს გავაკეთეთ დღეს რა. კი აუცილებლად. ძალიან ბევრი ცოქარი. ჩვენ პირველად დავდგით მარნაულში ფეხი. ჩემმა სალმონებმა პირველად დადგა. მარიმ გადაწყვიტა, რომ ბერნოვეშენი კი გახდეს. ახლა არის 4:09. 3 საათის წინ შევხვდით ერთმანეთს. წინ და უკან დავდივართ. რუკამ წამოგვიყვანა არასწორად. მერე მეორე რუკაზე გადავედით და 20 კილომეტრში წერს 1 საათს. რაც ცოტა არანორმალურია და ხა უკვე გვეჭვება რომ საერთოდ მივაღწევთ, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებთ. ვახო თქვენ რას გვეტყოდით? იმედი ბოლოს ხდება. რომ მივიღოთ აუცილებლად და გავაპდეიტებთ. მოკლედ გავარკვიეთ რატო გვიწერდა 20 კილომეტრში 1 საათს, იმიტომ რომ გზა არ არის. რაღაცა საშერხრეში არის და ტალახია და სადმე გავიჭედებით უეჭველი და ეგ ადგილი დავაკენსებთ. ვაიმე! მოკლედ წავედით სამშვილდეში. მიუხედავად იმისა, რომ სამშვილდე სიტბოსთვის გქონდა შემონახული. სიტბოში წავთ. კარვებით. სიტბოში წავთ კარვებით. Yes. ახლა ჩვენს ძლიუს გადმოვედით მანქანა. მიწაზე ფეხი დავდგით 3 საათიანი გზის შემდეგ. მარიამი გვეტყვის ზუსტად სად მივდივართ და რას ვაკეთებთ. სამშვილდეში ვართ. კანიონამდე რამდენად მივაღწევთ არ ვიცი ამათ ხელში, მაგრამ. აჰა, უკვე. აი. უკვე დაანებდა ერთი. 3 წამია გადმოვედით მანქანა. ისაზე დარჩა ტელეფონი. ახლა განახებთ როგორი ხედი გვაქვს. ისიც დამამატეთ, რომ შემეცნებითი დღე გვაქვს დღეს. დიახ. შემეცნებითი არ საკატაო დღე გვაქვს დღეს. ხო. მაგრამ ხო, ესა. აქ არის ნაქალაქარი ძველი. ორი ჩანჩქერი.
ხიდი მგონი როგორც მახსოვს, ნაქალაქარი რა მე მგონი მე რუსალკობს არ მახსოვს. ოკეი. როგორც მიხვდით, მარი გახლავთ ჩვენი სტაჟიანი მოლაშქრე, ყველაზე გამოცდილი, ჩვენი გიდი. ყველა Boredom's Energy უფასო რეკლამა ისო და მოვითხოვთ რომ დაგვასპონსოროს. პირდებით რომ საუკეთესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ და დაგვასპონსორებთ. ისეთ საუკეთესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, მაგრამ სპონსორიც ხარ გასწორებს რა. გზა და გზა ყველაფერს განახებთ, რა სირთულეები შეგხვდება, რა სიმარტივეები და ასე შემდეგ. დედას ვიცი რომ დინარეს გავაყოლებ მორდინამის. საკაზი მითო შენ წინიარე და What's up? იმ დინარეს დავალქვი ახოს სახელი. რატო? დინარე რა პატარა ჩენჩქერია. აჰა. ვაყოსავით მასხარა. ალახები შეგვიწევს სიარული. თუმცა რა ლაშქრობა თუ არა ტალახი. და ფოტოშოპს აქ ყველაფერი ბოლომდე არ არის ჯერ აღმოჩენილი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს გასწრება. მოკლედ, ლეგენდების მიხედვით, ლაშქრობაში თუ ძაღლი მოყვება, ესე იგი, მთები გლოცავენ და ეს ძაღლი არის შენი გზამკვლევი. და ჩვენ გვყავს გზამკვლევი. ასეთი ლამაზი ბილიკი მეგობრებო ჭი. ამ ბილიკს ჩავყავართ, ვნახავთ. No spoilers. რა ფიქრია არ ჩამოვარდება ხო? მარიამ რა ხდება? ეხა ჩვენ მივაგენთ ნატურის ხეს. მომე რამე არ გაქვს ნაჭერი? ხალხო, ეხა ყველაზე მაგარ ხეზე გავალთ, აღარ მართლა. არები დაკეტეთ მე მონები გარბია. ანუ ხალხო. აი ამას ხედავთ. აი და ქარჩხლენ უგულტეხი. ეს რაღაც სალს. არ ვიცი რამდენად აღიქვამთ. მაგრამ აი რაღაც სასწაულ ხეზე ვართ. ან მართლა. აი რაღაც სასწაული ადგილებია. იმ საუკუნის ყოლობაზე რომელიც საუკუნიც ნელა. ძალიან მაგრად არის შემორჩენილი. ძალიან მაგარია ხალხო. ეს არის რავი. ქვები ცვივა, არ არის მყარი, გადმოვარდები და მოკვდები. ო, კაი. დააკაკუნე სანამ შემო. შეიძლება? მობძანდი. ფეხზე გავიხვალე. მოვიმდე ვარ და ისეთი რაღაცები დავიკითხე აქ ევროპაზე. აბა. აი რო დაიკარგეთ. დიახ, წერან დავიკარგეთ ჩვენ. იმდენჯერ დაიპყრეს ეს ადგილი. სულ ვიღაცების ხელში იყო რა, საქართველოს მფლობელობაში დიდად დაყო სულ პრობლემა. ძალიან მაგარია ამ ყოფს, რომ პირადად ნახულობ. აი გვიყავი მიწონილი. ისე მათ აქედანაც ჩადის. ჩანჩქერს. შემდეგზე ჩავიდეთ. მორჩით. ვილაშქრეთ. ულამაზესი ხედები ვნახეთ. და საბოლოო ჯამში იდეალური დღე გამოვიდა. ჩემთვის მეუწერ 10-დან 10. კი, ნამდვილად ძალიან კაი იყო. ყველაფრის მიუხედავად. ძალიან გასწორა. იმდენად რომ დასერჩენად წამოსვლა. იმიტომ რომ მინდა რომ დავხატო მაქედან. ეხა უბრალოდ იმდენ დაღლილები ვართ, ხო, იმდენ დაღლილები ვართ, რომ ნორმალურად ვერ გადმოვცემთ კიდე ჩვენს ემოციებს, მაგრამ მართლა ძალიან კაი იყო რა. ხო და როგორც ნახეთ, ჩვენთან ერთად არ მოიწყე
ამიტომ უნდა გვიყუროთ. შემდეგ კვირამდე. და დაგვასპონსორეთ რომ GoPro ვიყიდათ. Yes. Anyway. რო უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. See you next week. Bye.